ბოლო 5 წელია შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა დილა, რომელიც გათენდა ტკივილის გარეშე. ტკივილი არის გაუსაძლისი, ტკივილით ხარ მოცული, ახალ თვალებს და ხვდები, რომ ადგომა არ შეგიძლი, განძრევა არ შეგიძლი, ფიქრი არ შეგიძლი. არანაირი ემოცია გარდა იმისა, რომ გინდა, არ ვიცი, ისევ დახუჭო თვალები და უბრალოდ აღარ იყო. და დაამთავრო ეს ყველაფერი არ შემოდის. და ეს ძალიან რთულია. ეს არის ძალიან რთულად დასაძლევი, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მართლაც შეუძლებელი იყო ჩემთვის მესწავლა, როგორ შეიძლება მივცე საკუთარ თავს ძალა, რომ ადგე და გააგრძელო ცხოვრება. რა თქმა უნდა, ადგომა გამაყუჩებლების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ დილა იწყება იმით, რომ პირველი მოძრაობა, რაც მაქვს ხელმისაწვდომ ადგილას მიდევს ის პირველი პრეპარატები, რომლებიც უნდა მივიღო იმისთვის, რომ მე ხელის თუ ფეხის თუ რა ვიცი, სხეულის მოქმედება ჩაერთოს. მაგრამ არ არის მხოლოდ ეს. მე ვისწავლე, როგორ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავთან, რომ გამოგიმუშავდეს ბედნიერების ჰორმონები, იმისთვის, რომ მოერიო ამ მდგომარეობას. და ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომლებიც მსგავსი ტიპის დიაგნოზებით იტანჯებიან, რომ ხანდახან საჭიროა ტვინი მოვატყუოთ. და პირველი, რასაც ვაკეთებ, უკვე დიდი ხანია. ეს არის ყურებამდე გაღიმება. რამოდენიმე წუთი თვალებს ვახელ თუ არა, ვიღიმი და ჩემი ტვინი ტყუდება. იმიტომ რომ ჩემი ღიმილი მას აძლევს სიგნალს, რომ სეროტონინი გამოიმუშაოს, სიხარულის ჰორმონი. ეს არის ის, რაც პირველი ნაბიჯია. ამის მერე უკვე მოდის ჩემი ფიქრები, რატომ ვარ ბედნიერი და რატომ არის საჭირო, რომ ავდგე. და ამ ბედნიერების უამრავი მიზეზი მაქვს ცხოვრებაში მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა. კოვიდის შემდგომ, როდესაც ძალიან დამძიმდი და ძალიან, ესე ვთქვათ, ყოველი დღე იყო უკვე რაღაცა ახალი აღმოჩენა იმისა, რომ ვარ უძლური და საბოლოო ჯამში აღმოჩნდი ეტლში და სრულ გაურკვევლობაში და აი ასეთ მდგომარეობაში წავედი თურქეთში და დაისვა თურქეთში დიაგნოზი, რომ მაქვს ფიბრომიალგია, ანუ დაავადება, რომელიც არ იკურნება და რომელიც გულისხმობს იმას, რომ ტკივილით უნდა იცხოვრო. უნდა იცხოვრო შეზღუდვით, უნდა იცხოვრო იმ მოცემულობით, სადაც არ არსებობს წუთი და წამი შენ ცხოვრებაში, როდესაც არ გტკივა და არ გტკივა ყველაფერი. მთელი სივერაგე ალბათ ამ მდგომარეობის არის ის, რომ სახელს ვერ არქმევ, ანუ გტკივა ყველაფერი და გტკივა მუდამ. ერთადერთი, რასაც ვცვლი იმ პრეპარატების ფონზე, რომლებსაც გამაყუჩებლის სახით გინიშნავენ, იმიტომ რომ კურნალობა არ არსებობს, არის ის, რომ შენი ტკივილი ხდება მეტნაკლებად გასაძლისი. ანუ გაუსაძლისი დილიდან გადადიხარ რაღაც გაძლებად მდგომარეობაში. აი იქ დამთავრდა ის ნათია, რომელიც იყო ზეაქტიური ყოველთვის და ის ჩემი ცხოვრების სტილი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ მე არც ვიცი დასვენება რას ნიშნავს, არ მქონია ეს მოცემულობა, ესე რომ ვთქვათ და ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. არავის ეგონას, რომ ეს მარტივია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შინაგანი ბრძოლა მიდის. რატომ? გიჩნდება რისხვა. რატომ შენ? გიჩნდება უსამართლობის განცდა, რაც ბუნებრივია. და ბრაზდები ყველაზე და ყველაფერზე იმის გამო, რომ ეს შენ დაგემართა. ეს არის მიუღებლობა. და სანამ მიუღებლობა არსებობს, მანამდე გამოსავალი არ არის. ამიტომ ყოველთვის, როცა მსგავსი რაღაც ხდება ცხოვრებაში, როდესაც ვკარგავთ რაღაცას, ჯანმრთელობა იქნება ეს თუ ნებისმიერი რამ, ალბათ ყველაზე სწრაფად გასავლელი გზა არის მიუღებლობიდან მიმღებლობამდე. აი, როდესაც მიმღებლობა დგება, შენ უკვე ხვდები, რომ ეს განაჩენი არ არის. ნებისმიერი დიაგნოზი, ნებისმიერი მოცემულობით. მაშინაც კი, როდესაც რაღაც შეზღუდული ცხოვრება დაგრჩენია თუნდაც,
უნდა იყოს იმ ახლის დასაწყისი, რომელიც ყოველთვის შეგიძლია იპოვო. და თუ კი ეს მდგომარეობა ხდება შენი თანამგზავრი და იწყებ დამეგობრებას მასთან, მისი სისასტიკის მიუხედავად და დამეგობრებას იწყებ იმიტომ, რომ ის შენია. აი მაშინ უკვე პოულობ ახალ მეს, პოულობ ახალ ძალას და აგრძელებ ცხოვრებას. მე ვარ ძალიან ცნობის მოყვარე ადამიანი. ამიტომ კითხვები მქონდა. ბევრი კითხვა მქონდა და ფაქტობრივად ამ დაავადებაზე იმდენი რამ მაქვს შესწავლილი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც მე არ წამიკითხავს. და სხვათა შორის, რაც უფრო პროგრესირდა ეს დაავადება COVID-ის შემდეგ და ბევრი დიაგნოზი დაისვა უკვე ამ კუთხით, მით უფრო მეტი კვლევა და კავშირები გაჩნდა იმ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიმდინარეობებთან სხეულში, ორგანიზმში, რომელსაც შეიძლება კონდეს რომლის საფუძველიც შეიძლება უნდა იყოს მისაკვლევი იმისთვის, რომ გაამართლო ასეთი ტკივილი. ამიტომ კითხვები მქონდა და არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ მიფიქრია, რომ ეს ასე უნდა იყოს. რომ სულ უნდა მტკიოდეს და გამოსავალი არ არის. გადამწყვეტი იყო ის, რომ ჩემმა სხეულმა კიდევ სხვა სიგნალები მომცა. დაიწყო ორგანული დაზიანებები. ნაწლავის პერფორაცია, რომელმაც მართლა სიკვდილს სიცოცხლის ზღვარზე გამატარა და არა მხოლოდ. და უკვე ის მოცემულობა, როდესაც საუბარია ფიბრომიალგიაზე, რომელიც მხოლოდ ტკივილია, ჩემთვის უკვე არა მხოლოდ, ესე ვთქვათ, კითხვის დონეზე, არამედ დადასტურდა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. ის დაზიანებები, რომლებიც წავიდა ჩემს ორგანიზმში, მრავალმხრივი დაზიანებები, უკვე აღარ იყო მხოლოდ ის, რომ შეიძლება გტკიოდეს და მართო ან მართო ეს ტკივილი. აი ამ მდგომარეობამ უკვე მიბიძგა, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადამედგა, რაღაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადამედგა და ეს ნაბიჯი იყო სწორედ ამერიკაში წასვლა. ამერიკა არის ის ადგილი, კერძოდ ნიუ-იორკში არის სწორედ ის უამრავი ცენტრი, სადაც უახლესი ტექნოლოგიით, უახლესი კვლევებით ძალიან ესე ვთქვათ, მრავალმხრივი პრაქტიკული დაკვირვებით მიდიან იმ მიდგომასთან, რომელიც მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ცოტა ესეთი პათოლოგიური დაავადებების შესასწავლად. ამიტომ ჩემთვის არც განიხილებოდა სხვა ქვეყანა, მე გადავწყვიტე წავსულიყავი ნიუ-იორკში და იქ მომესმინა პასუხი, უკვე ექსპერტული აზრი და პასუხი იმ ჩემს კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მაქვს და რომელზეც მე პასუხი არ მქონია. საგანგებოდ მივედი ექიმთან ნინო მიქაბერიძესთან, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ამ ცენტრში მუშაობს, რევმატოლოგი და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის იყო ქართველი. ქართველი, რომელსაც ჰქონდა ამერიკული გამოცდილება, განათლება და ძალიან დიდი პრაქტიკა მსგავსი ტიპის პათოლოგიურ დაავადებებთან მუშაობის. პირველი გასაუბრებისთანავე ნინომ გამიზიარა ის მოსაზრება, რომლის მოსმენაც მე მინდოდა ყოველთვის, რომ ის არ თვლის ნორმალურად იმ ფაქტს, რომ შეიძლება ადამიანს ტკიოდეს მუდმივად და ამისთვის არ არსებობდეს საფუძველი და მიზეზი. ჩემთვის აი ეს წინადადება, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი და ნინო ამ კუთხით იყო საკმაოდ ისეთი ტაქტიანი, იმიტომ რომ მან პირდაპირ კითხვა დამისვა, შენ ეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას. ეს მისთვის გადამწყვეტი იყო, იმიტომ რომ ჩემი თანხმობის შემდეგ მან თქვა, მაშინ ვიკვლიოთ. კვლევა დავიწყეთ ძალიან სიღრმისეული, ეტაპობრივი, ძალიან პროფესიულ დონეზე ჩატარდა ფაქტობრივად მრავალმხრივი მიმართულებით და მივედით იქამდე, რომ ჩვენ მივაგენით მიზეზს. მიზეზს, რის გამოც ეს ტკივილი ასე პროგრესირებს ჩემში. და დავიწყეთ მკურნალობა. პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში დავიწყე მკურნალობა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ახლა უკვე ვიცი, რომ დიაგნოზი, რომელიც მაქვს, საჭიროებს მკურნალობას. არა ზედაპირულ გაყუჩებას, არამედ მკურნალობას. ეს ჩემთვის არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ რაღაც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. და ეს გზა, რომელიც გასავლელია, ვიცი რომ ძალიან რთულია, ვიცი რომ შედეგები უცებ არ იქნება, ვიცი რომ ჩვენ ერთად, ნინოსთან ერთად მე უნდა ვიყო ძალიან, ესე ვთქვათ, მოთმინებით, ძალით და ნებისყოფით უნდა მივყვე ამ გზას,
მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე უკვე ვიცი, რომ შეიძლება, რა ვიცი, გათენდეს ერთ დღეს ისეთი დილა, როდესაც მე აღარ მეტკინებ.